გამარჯობა, თქვენ უყურებთ Business Behind Sports, Beyond Sports-ის მეორე ეპიზოდს, სადაც ვსაუბრობთ სპორტზე, არა მხოლოდ თამაშის მხრივ, არამედ ბიზნესზე. დღეს ჩვენი სტუმარია, ყველასათვის ცნობილი, ყველასათვის საყვარელი და ქართული ფეხბურთის ლეგენდა აჩი არველაც. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. როგორ ხართ? არა მიშოს. მედია ყველა კარგად ვიქნებთ. ბატონო. საქართველოში და არა მარტო საქართველოში, ყველა მისის თქვენი და თქვენი ძმის შოთის კარიერა. თამაშობდით დინამო თბილისში, კიოლნში, ტრაბზონში. სამნი ვიყავით თქო, მე რეზი და შოთი. კი ბატონო. სამნი თამაშობდით. ეს სტუმრები გამოვარჩიე ნაკრებშიც და ეს ერთადერთი შემთხვევაა სოფლიოში. ნუ ამით მაინც ვართ განსხვავებულები, თუ სხვა რაღაცით არაფერო, არასოდეს ერთ და იგივე დროს, ერთ პერიოდში, ასე ვთქვათ, ნაკრებში არ უთამაშია სამ ძმას და ნუ ჩვენ მოგვიწია ესე დინამოშიც თამაში, მე ნაკრებშიც მართალია საზღვარგარეთ სხვადასხვა გუნდებში ვითამაშეთ, მე და შოთს მოგვიწია თურქეთში ერთად თამაში და რეზიმ გერმანიაში და ბელგიაში საკმარისად კარგ გუნდებში, მაშინ ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო მეხელენი, თასების თასის ფლობელია სხვათა შორის და ნუ კიოლნში ბუნდესლიგაშიც დიდი ხანი ითამაშა გერმანიაში. ყველაზე დასამახსოვრებელი ეტაპი სად გამოიარე თქვენი კარიერის? ვფიქრობ, რომ ყველა ეტაპს რაღაცა თავისი განსაკუთრებული ხიბილი ქონდა, თავისი განსაკუთრებული ნიშნულობა ქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ ცუდი პერიოდი იყო, ნუ ჩვენ ფეხბურთის თამაში დავიწყეთ საბჭოთა კავშირის პერიოდში, მაგრამ პროფესიულ ფეხბურთს უკვე ვეზიარეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. აქედან გამომდინარე რეზის მოუწია საბჭოთა კავშირის თბილისის დინამოში დუბშემადგენლობაში და ძირითადში თამაში სხვათა შორის აქ შეგდებული კარგი გოლიც ფედერაციის თასი ერქვა მაშინ დავით ყიფიანი იყო მწვრთნელი და ნუ იგი რახან ჩვენზე უფროსია აი ქეცბაიასთან ერთად მასაც მოუწია დინამოში თამაში უბრალოდ ჩვენ აღარ მოგვიწია იმიტომ რომ ჩვენ რო უკვე დინამოში მივედით ეს იყო 99 წელი 99 წელი უკვე დამოუკიდებელი საქართველოს იყო აქედან გამომდინარე მნიშვნელობით მაგასაც აქვს ძალიან დიდი დატვირთვა რა თქმა უნდა დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიას იწერებოდა ფეხბურთში და ჩვენს ერთ-ერთი ამ პერიოდის ფეხბურთელები ვიყავით იმ დროინდელ დინამოს თითქმის მოვესწარი თქვია იმიტომ რომ მოხვდით დუბშემადგენლობაში, მაგრამ მე გამოვეყავით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე და დაიშალა ის, ასე ვთქვათ, ჩვენი დუბშემადგენლობა ისევ გადავნაწილდით საქართველოს სხვა კლუბებში და ნუ მე ერთი წლის მერე უკვე მოგვიწია დინამოში თამაში, ანუ დინამოში მივბრუნდით ისევ უკვე დამოუკიდებელ საქართველოს ჩემპიონატიდან გამომდინარე. ამას თავისი დატვირთვა აქვს, მე რა თქმა უნდა მოდის თბილისიდან წასვლა სხვა ქვეყანაში თურქეთში, ეს კიდე იმ ხრივ რომ იმ პერიოდში პირველად, ნუ ერთ-ერთი პირველები ვართ, ვინც გავედით საზღვრებს გარეთ, რა თქმა უნდა ჩვენამდე იყვნენ გასულები გიაგურული, ახაბერცხადაძე, ქეცბაია, კიდე რამოდენიმე ფეხბურთელი, მე ვიცახი იმ პერიოდს, რა პერიოდიც ვისთანაც ერთად ჩვენ მოგვიწია თამაში, ანუ იმ ფეხბურთელებს ვასახელებ, სულ რამოდენიმე ფეხბურთელი იყო წასული და ამის მერე ჩვენც წავედით. ამას კიდე რაღაცა თავის დატვირთვა აქვს. პირველი შეხება ევროპულ ფეხბურთთან, პირველი შეხება როგორც უცხოელ ფეხბურთელს სხვა ქვეყანაში, პირველი შეხება, იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდე სულ შეზღუდული იყო რაოდენობა უცხოელების ფაქტიურად ყველა ქვეყანაში, არა მარტო თურქეთში, თურქეთში სულ 3 უცხოელი შეიძლებოდა, ასევე ევროპულ ქვეყნებშიც იყო შეზღუდვები, სულ 3 ევროპელის, ანუ სხვადასხვა ევროპელი ფეხბურთელის თამაში შეიძლებოდა, სანამ გაერთიანდა მე ევროპა და ყველა ევროპელი გახდა, ასე ვთქვათ, უკვე ერთი პასპორტის მქონე და დღევანდელი სიტუაციიდან თუ გადახედავთ, ფაქტიურად არ არსებობს ქვეყანა, სადაც ეგ შეზღუდვა არსებობს, თუ აზიურ ქვეყნებს არ ჩავთვლით. და ეს პირველი შეხება, მერე იყო უკვე ნამდვილ ცენტრალურ ევროპაში წასვლა, რასაც ჰოლანდიაში წასვლა ქვია, რომ მაინც თურქული პერიოდი განსხვავდება ევროპული ჰოლანდიური ჩემპიონატისგან, ცხოვრების დონისგან, თვითონ
ცხოვრებითაც განსხვავებული რითმია და ადათ-წესებიც და მე უკვე გერმანია ჩემს შემთხვევაში ბუნდესლიგაში თამაში, ეს ყველაფერი ხა ვიღაცას დღეს უფრო მარტივად მისაღწევია, მარტივია, მაგრამ იმ პერიოდში ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ არანაირი შესაძლებლობა, არანაირი ინფორმაცია ქართულ ფეხბურთზე, ზოგადად ქართულ ფეხბურთელებზე, არა ინტერნეტი, არა ტელეფონი, არა კომპიუტერი, არაფერი მსგავსი, რომ რამენაირად ვინმეს შეძლებოდა ინფორმაცია ქონოდა ქართულ ფეხბურთელებზე, რა თქმა უნდა, რთული იყო და ძირითადად ნაკრების ძალიან ეხმარებოდა ამ ინფორმაციით, მაინც უფრო თვალნათლად ჩანდა ფეხბურთელის დონე და ხო ჩვენ შემთხვევაში ცოტა მარტივი გახდა, რომ რახან თურქეთშიც და ჰოლანდიაშიც უკვე თურქეთი უკვე მეტნაკლებად ყურადღების ცენტრში იყო და ესე მარტივად მერე წაგვივიდა გახდა ცნობილი, ასე ვთქვათ, გვარი რამოდენიმე ევროპული ქვეყნისთვის, რომ არსებობენ ეგეთი ფეხბურთელები, როგორიც არიან არველაძე. ხა თქვენ სხვადასხვა ჩემპიონატში ითამაშეთ და საფეხბურთო სისტემას გაიცანთ. თქვენი აზრით რა უფრო ძლიერს ხდის აი ამ სისტემას, რასაც საფეხბურთო სისტემა ქვია, ინფრასტრუქტურა, მენეჯმენტი, თუ უბრალოდ საფეხბურთო კულტურა, რომელსაც ამა თუ იმ ქვეყანას გააჩნია. თუ შევადარებთ დაუშვათ ჩვენი პერიოდის აი მაგ კულტურებს, იყო ორი მეტნაკლებად თვალში საცემი და ძირითადად სამხრეთ ამერიკული ბრაზილიურსაც ვეძახით, სადაც მთელი სისტემა იყო აწყობილი ინდივიდუალურ ტექნიკურ სანახაობრივ ფეხბურთზე და იყო გერმანული რაღაცა მეთოდიკა, რომელსაც დაუშვათ უფრო შეიძლება დაითქვათ, რომ წესრიგი, საფიზიკური მონაცემი, რაღაცა უფრო ესეთი ჯარისმიერი დისციპლინირებული და აქედან გამომდინარე იყო ეს ორი პოლუსი, ყოველ შემთხვევაში მე ესე აღვიქვა დღემდე. მე ნენელა რა თქმა უნდა ერთმაც და მეორემაც გადასხვაფერდა გერმანელებს გაუჩნდათ სურვილი რომ რაღაცა ნაწილი ეს სამხრეთ ამერიკული ბრაზილიური თუ უფრო ელასტიური, უფრო ლამაზი, უფრო სანახაობრივი ფეხბურთიც შესულიყო და მიხვდნენ ბრაზილიელებიც რომ მხოლოდ ლამაზად თამაში შედეგს არ მოიტანს, უნდა გადასხვაფერდეს ფიზიკურზე, წესრიგზე, ტაქტიკურზე და ასე შემდეგ და ეს შეერწყმენ და აქ გაჩნდა მე ჰოლანდიური ნაწილი, იმიტომ რომ ჰოლანდიამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა აი ამ ეს ყველაფრის ტოტალურ ფეხბურთსაც ქვია. მე გაჩნდა ესპანური ტიკიტაკა, დაუშვათ როგორცაც დღემდე თამაშობს მეტი წილი ისეთი კარგი გუნდები, რომელიც თulis რომ ბურთი არ მივცეცხავს, კონდეს დიდი პროცენტი ბურთის ფლობით ჩვენ და შეძლო მოკლე გადაცემებით მიაღწიო მიხვიდი ახლოს მოწინააღმდეგის კარტთან, მაგრამ მანდაც არის განსხვავებული დაუშვათ აი ესეთი როგორიც არის ხა დაუშვათ რაღაცა დროის ბარსელონა და დღევანდელი ბარსელონა, ან დღევანდელი პარი სენ-ჟერმენი, ან დღევანდელი დაუშვათ ბაიერნ მიუნხენი, რომელიც მაინც სწრაფ გარემარბებზე, სწრაფ ფეხბურთზე და პლუს აი ამ ტექნიკურ უზომო ტექნიკურ შესაძლებლობებზე, ფეხბურთელის ტექნიკურ შესაძლებლობებზე არიან ორიენტირებული. მე ვფიქრობ, რომ ესეც ხა იცვლება პერიოდი გადის, დრო გადის და ვის როგორ მოწონს, იყვნენ გერმანული დისციპლინის მოყვარული მაშინაც და დღესაც და არ მოწონდათ ეს ტიკი ტაკა და პატარა პასები და იყვნენ არგენტინულ, ბრაზილიური, ლათინური ფეხბურთის გულშემატკივრები, რომლებსაც დღემდე ეს ესპანური, პორტუგალიური და ლათინო დავარქმევ, აი ეს სტილი დღესაც ესე მოწონს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მე მაინც უფრო ალბათ ქართველები უფრო გავდით ამ ლათინურ ტაქტიკისა, ტექნიკურ და სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევრებს. აი თქვენი თამაში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ 97-ში იყო თუ 98-ში ზუსტად არ მახსოვს, ერთ-ერთი ფენომენალური არის და გამორჩეული ეპიზოდია და რამდენად
ფილისის თამაშს გულისხმობ? კი ბატონო, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ და ანუ თქვენი თამაში იყო სასწაული მეს რო უყურე და ისეთი სოლო მომენტები შექმნით, რომ გამორჩეული იყო და რა შეგრძნება და გიგო. არაფერი, ხა მოტივაცია იყო ეს მინდორზე თქვენთვის თუ? მინდა ყველა მიცოდეთ, რომ თქვენ ხა ასაკობრივი განსხვავება არის, შენ ალბათ მაგდროს რამდენი წლის იყავ? საერთოდ არ ვიყავი დაბადებული. წარმოიდგინე, დღეს ხა ბევრი ვერ აღიქვავს, იმიტომ რომ ტელევიზორს რო ჩართავ და ყველა ქვეყნის 10 და 200 თამაშს უყურებ და ყველა თამაშზე შეგიძლია ინტერნეტით ბილეთი იყიდო და უიზოდ გაფრინდე და ყველა თამაში და ეს რო ხვალკვარას თამაშია, ზეგ მამარდას თამაშია, მაზეკ მიქაუტაძის თამაშია, მე გამოფრინდე და ჩაკვეს თამაშზე წახვიდე თუ მე ჩამოხვიდე კიტეს თამაშზე თუ მე აგერ ბუდუსთან ჩახვიდე ხო ეს ხა ფანტასტიკის სფერო იყო რა და ხა მაგ შემთხვევაში როდესაც მიუხედავად იმისა რომ ჩვენ და ჩვენ თაობას განსაკუთრებულად ძნელი პერიოდი მოგვიწია ფიზიკურად და ესე მენტალურად მზად ვიყავით იმისთვის რომ ჩვენ ყველა გუნდთან გვეთამაშა და მე ერთ-ერთი ეგეთი კარგი თამაში არის არა მარტო ჩემი ალბათ მთელი ნაკრების ამ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშა რომ არასოდეს არ გვიფიქრია რომ ჩვენ დავუშვათ რომელიმე ისეთ დიდ გუნდს ვეთამაშებთ რომ ჩვენ ახლა ვიღაცა მოგვიგებს და ჩვენ ისეთ შიშით ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ არასოდეს არც ერთი ნაკრებს შიშით არ გასულან თუ არ ჩავთვლი დაუშვათ რამოდენიმე ძალიან რთულ თამაშს ესპანეთის წინააღმდეგ ოღონდ ეს უკვე არც ეს ესპანეთი იყო დიდი ანგარიშო წავით მანამდეც რომელიც მართლა ძალიან დიდი ბურთის ფლობა ქონდა მოწინააღმდეგე გუნდს ანუ ისი თქვა მინდა ახლა ეგეთ ესპანეთთან ჩვენ მოგვიგია კიდევაც სამხანაგური თამაში ანუ ჩვენ პერიოდს არა ჩვენს მე ნაკრებს გულისხმობ და მე კეცვას მოუწია რამოდენიმე თამაში მართლა არაჩვეულებრივ ესპანეთთან აი ხავი ინიესტები მარტო მესი რო აკლდათ და საუკეთესო რეალი და საუკეთესო ბარსელონა რო იყო მინდორზე და დაუშვათ ეს ავად გასახსენებელი რამოდენიმე თამაში რომელმაც მართლა არაჩვეულებრივ ესპანეთთან მოუწია ჩვენ ეროვნულ ნაკრებს თამაში და აი მაგ თამაშების გარდა თუ აი რამოდენიმე ესპანურ თამაშს მარტო ესპანეთზე გულისხმობ რა სხვა დიდ გუნდებთან ჩვენ ბურთის ფლობის არც ჩვენ დროს და არც მერე იყო არაჩვეულებრივი ინგლისი, არაჩვეულებრივი იტალიები, არაჩვეულებრივი გერმანია, არც მერე და არც ორი საუკეთესო გერმანია. ვთვლი რომ ერთხელ 2-1 წავაგეთ, ჩვენ დროს 4-1 წავაგეთ, 2-0 წავაგეთ, მაგრამ თამაში თვითონ რაღაცა სასწაული საფრანგეთი, რომელსაც მხოლოდ ზიდანი აკლდა და ყველა ვინც კი არსებობს ფრანგი საუკეთესო ფეხბურთელი იმ პერიოდში ჩვენ ბურთის ფლობა მაქსიმუმ 45-55-ზე თუ ერთნაირი არა და ჩვენ მომენტი იმათაც მომენტ მართალია არ მოგვიგია არც ინგლისისთვის, არც გერმანიისთვის და არც დაუშვათ იტალიისთვის და არც საფრანგეთისთვის, მაგრამ ხა ეს დიდ გუნდებს სალაპარაკოთ თქვი, თორე ცუდი თამაშიც ქონია და სუსტ გუნდთანაც წაგვიგია და უფრო გაცილებით ისეთ გუნდებთან, სადაც ნამდვილად არ უნდა წაგვეგო ესეთი თამაშიც გვითამაშია ცუდი, მე უბრალოდ ჩვენი მდგომარეობა მინდოდა ამით ამეხსნა რომ არ ჩვენი თაობის, არ ჩემდეგი თაობის, არც ეხანდელი თაობა ხო საერთოდ არა აქვს არასოდეს ეს შიში და მით უმეტეს ეხა უკვე რომ ახლა გუნდებში თამაშობენ ბიჭები შიში უნდა კონდეთ რომ დიდ გუნდთან რაიმე პრობლემა არსებობს ერთადერთი ეს იყო ჩვენი პერიოდის გამოუცდელობის მაინც იმიტომ რომ არ ქონდა ეხა მაქელაზე გამოცდილება პირველ ნაბიჯებს გავდით მილიონი განსხვავება არა ეხა დღევანდელ ცხოვრებასა და იმ ცხოვრებას შორის და არ იყო ისე რომ საქართველოში ეხა არ იფიქრეს მოგება ნამდვილად უნდათ მოგება უბრალოდ ვერ მოიგესა და კარგად ვითამაშეთ ყველა ესეთი კარგი თამაშები ბევრი იყო ერთი დასანენი ის იყო რომ ხშირად თამაშობდით კარგად მაგრამ ვერ ვიგებდით ხანდახან თამაშობდით ძალიან კარგად და ვიგებდით და ისეთი თამაში რომლის წაგებაც შეიძლებოდა რომ არ წაგვეგო ვაგებდით ხოლმე. ანუ არასტაბილური მდგომარეობა ხელს გვიშლიდა რომ სტაბილურად გაგვევლო ქვეჯგუფი და რაღაც წარმატებას მიგვიღწია. გასაგები. ერთ-ერთ ღონისძიებაზე ერდოღანმა სცენაზე მოგიწვიათ და განსაკუთრებულად აღნიშნა არველაძეების კარიერა თურქეთში. როგორ მოხდა ეს ყოველივე და რას ეშავდა თქვენთვის პირადად? ეს მოხდა ტაშკენტში. ჩვენ მანამდეც ქონდა თურქეთის პრეზიდენტთან ესეთ მსგავსი მისალმების შემთხვევები
რა ვიცი როგორ გითხრა ეს თვითონ ეს დიდი რაღაცა ბიზნეს ფორუმი იყო ტაშკენტში მაშინ ბახტაკორში მუშაობდა შოთი და მე ვეხმარებოდი და მოხდა ისე რომ დავგვადიჟეს ჩვენც რა თურქულმა მხარემ და ორი ქვეყნის რაღაცა ბიზნეს მომავალზე და ბიზნეს გეგმებზე იყო საუბარი სადაც ესწრებოდა თურქეთის პრეზიდენტის და უზბეკეთის პრეზიდენტის და დიდი ესეთი შეძლებული უზბეკი ბიზნესმენები და თურქი დიდი კომპანიები, რომელთაც ახლიდან იწყებდნენ ამ ორი ქვეყნის ახალ ბიზნეს ურთიერთობებს. და იმ ფორუმზე ჩვენც ვიყავით უბრალოდ მიწვეულები, როგორც სტუმრები და თვითონ აღნიშნა იყო ისე, რომ დიდი ხნის მანძილზე თურქებს და უზბეკებს მოძდევთ ისტორიულად მეგობრობა და რაღაცა ბიზნეს თვალსაზრისით რაღაცა წლების მანძილზე თურქი ბიზნესმენები იყვნენ მოკლებული ამ ურთიერთობას თვითონ უზბეკეთში რაღაცა პოლიტიკური მიზეზების გამო და ეს ახალი პერიოდი იწყებოდა ისევ ახალი ინვესტიციებით და ახალი ბიზნეს პროექტებით და აძლევდნენ უზბეკები თურქებს ახალ საშუალებას ინვესტიციისა და აი ამ სიტყვით გამოსვლისას ბატონმა პრეზიდენტმა ახსენა რომ ჩვენ უკვე წარმოდგენილები ვართო ჩვენ უკვე გვაქვს დასაყრდენიო მხოლოდ სპორტშიო ხაზგასმით გავუსვა ჩემი პატარა მეგობრები ვაქვს უკვე წლებია უმუშაობენო და ჩვენი პატარა მეგობრები რო თქვა მე მოაყოლა სახელები ჩვენი და დაგვიძახა და ავედი სცენაზე უბრალოდ მივესალმე და ამით წარგვადგინა მთელი უზბეკეთის წინაშე რომ ესენი არიან ჩემი მეგობრები რა თქმა უნდა ამ ფაქტს რანაირადაც არ უნდა ყოფილიყო ძალიან მნიშვნელოვანი ისეთი ხაზგასმა იყო რომ ყოფილი ფეხბურთელი ჩვენი მნიშვნელოვანი იყო მისი მხარდაჭერა, იმიტომ რომ უზბეკეთი პატარა ქვეყანა არ არის, დიდი ქვეყანაა, თან აზია, ანზე განსაკუთრებული განსხვავებები ჩვენ შორის არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მსგავსებაც არის სხვათა შორის და თვითონ ცხოვრების სტილი აზიური და მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ესეთი მხარდაჭერა ამ პრეზიდენტი კაცისგან. ბატონო, ბიზნესაც შევიხოთ და თქვენ გაქვთ არველაძე ფაუნდეიშენ. როგორ დაიწყო ეს და რა არის ფონდის მთავარი მიზანი? იცი რა ესე მარტივად შოთი კარიერას რომ ამთავრებდა ჩვენ დიდი ხანია უკვე როგორც კი რაღაც პატარა შესაძლებლობები გაგვიჩნდა რომ დავხმარებოდით ახალგაზრდა ფეხბურთელებს ესე ვაკეთებდით ხოლმე რაღაცა გველმოქმედებას მაგრამ მე უფრო სერიოზულად ვიფიქრეთ რომ ხوار გაგვეკეთებინა ფონდი და ამ ფონდის სახელით გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი და პირველად ფონდმა ანუ იურიდიული თვალსაზრისით ჩაატარა შოთის გაცილების თამაში და იმ აქ დღიდან 2008 წლიდან ფონდმა უკვე ყველა ის პროექტი რაც გააკეთა ფონდის სახელით და შესაბამისად უფრო როგორ ხა SGB-დან ამოღებ ფაქტიურად იგივე ფულით შვებოდით, მაგრამ უკვე გაგვიჩნდა პარტნიორები, გაგვიჩნდნენ დამხმარე საელჩოები ჩაერთვნენ, ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი ბიზნესმენები და აი ერთად ნენელა ბევრი კარგ პროექტ ჩაეყარა საფუძველი, ბევრი პროექტი გაკეთა, ბევრი პროექტი დასრულდა და აი ესე მიდის მოდის ხანდახან ბევრი ხანდახან ნაკლებად, მაგრამ დღემდე ფუნქციონირებს. ფონდის ფარგლებში რა ტიპის პროექტებზეც მუშაობთ, ეს არის ახალგაზრდების ხარდაჭერა, განათლება და სპორტული განვითარება. კი, ძირითადად ეს თვითონ სპორტული მიმართულებით არ არის რომ მე თქვათ რომელიმე ფეხბურთელი ვავარჯიშო და მე სადმე ან გუნდში მოვაწყო ან გავყიდოთ ეგეთი მსგავსი არაფერი არ არის. უბრალოდ არსებობენ ფეხბურთელები, ვისაც უჭირთ დაუშვათ ფინანსურად და მათ რაღაცნაირი მხარდაჭერა ჭირდებოდათ დაუშვათ ზოგს დაზღვევა, ზოგს ინგლისური ენა, ზოგს დაუშვათ თბილისში არ ქონდა ბინა და აი ესეთ რაღაცებში ვეხმარებოდით. იყო მნიშვნელოვანი ომის მერე პერიოდში ძალიან კარგი პროექტი იყო, როცა ომის
სადაც შიდა ქართლი და ქართლში არსებული საზღვრებთან გაკეთდა არაჩვეულებრივ სადღაც 700-დან 800 ბავშვამდე იყო ჩართული და კვირაში 3ჯერ ავიყვანეთ მცნელები და სოფლებში ვავარჯიშებდით ბავშვებს უფრო ფან ვარჯიში ეს არ იყო რაღაცა პროფესიონალურად ვარჯიში უბრალოდ რომ ქუჩაში ნაკლები დრო გაეტარებინათ და ვარჯიშად ერთად დამეგობრებული იყვნენ ვატარებდით თითქმის წელიწადში 3ჯერ 4ჯერ ტურნირს საზღვარგარეთაც წასულან ესპანეთში ჰოლანდიაშიც იყვნენ ტურნირზე მუხრანში ჩავატარეთ ძალიან დიდი ფესტივალი, ვათამაშეთ ერთმანეთში, პანკიში ვიყავით, იყო ინფრასტრუქტურული პროექტები, პატარა სტადიონები გავაკეთეთ რამოდენიმე სოფელში და ეს ბავშვები მეტნაკლებად მოდიოდნენ ეროვნული ნაკრების თამაშებზე, ჩამოდიოდნენ, ჩამოყვავდა, ემთხვეოდა დაუშვათ ერთი დღე იქ, ერთი დღე რაგბის თამაშზე და ესეთი მსგავსი პროექტი იყო ძალიან კაი და განსხვავებული პროექტებიც იყო გოგოებს ჰქონდათ წვდომა კომპიუტერთან, რაღაცა სწავლა-განათლების პროექტიც იყო ჩართული, რამოდენიმე საელჩო ამიმართულებით, გოგოების ფეხბურთის მიმართულებითაც ვიყავით დაკავებულები და სხვათა შორის ბევრმა 사ელჩომ ძალიან კარგი თანამშრომლობა გაგვიწია და ხედავთ შესაძლებლობას რომ მომავალში ფონდის საერთაშორისო პროექტებშიც ჩაერთოს. იცით რა, საერთაშორისო პროექტებში ვიყავით აი ამ საელჩოებთან მიმართებაში, ეხლა ცოტა გაჭირდა, იმიტომ რომ რაღაცა სხვა იურიდიულ ჩარჩოებში მოიქცა ეს ყველაფერი და ეხლა საელჩოებთან ცოტა გაჭირდა ურთიერთობა, რაღაც პრობლემების გამო, მაგრამ არ ვიცი, ჯერჯერობით კიდე ვცდილობთ რომ რაღაც ახალი პროექტები გქონდეს და გავაკეთოთ. როგორ ფიქრობთ ბიზნესისთვის სპორტული აკადემია უფრო სოციალური პროექტია თუ გრძელვადიანი ინვესტიცია? გრძელვადიანი ინვესტიცია და უნდა გქონდეს მინიმუმ იმის საშუალება რომ რამოდენიმე 5-10 წელი დაუშვათ არ ელოდო რაღაცა განსაკუთრებულ მოგებას, იმიტომ რომ ძალიან რთულია პირველ რიგში თუ რაოდენობას ჭირდება ბევრი მცნელი და ხელოვნური თუ ბუნებრივი საფარი, რაც ძალიან ძვირია შესანახად თუ ცოტა რაოდენობაზეა და ხარისხზე არის გადმოსული ამ ბავშვებს, ესე იგი უფასო შესაძლებლობა უნდა მიცე, უფასოს შესაბამისად უფრო გიძვირდება, იმიტომ რომ უნდა გქონდეს დაუშვათ 100-150 ბავშვის შენახვის საშუალება და უნდა გითხრათ რომ ფეხბურთი ძალიან ძვირი სპორტია, ესე იგი შეიძლება შენ ერთი ბუცი იყიდო 300-400 ლარა და იმ დღესვე გაიხეს. ეს არ არის დარბაზი დაუშვათ რომ არ გაგიფუშტეს ტანსაცმელი, არ გაგიფუშტეს ბურთი, მინდორს მოვლა უნდა ხა მეტნაკლებად რო თქვა დაუშვათ კალათბურთს რო შევადაროთ, ხა ჩოგბურთი კიდე უფრო ის ბურთი და ჩოგანიც ძალიან ძვირია და კორტიც ძვირია, ასევეა ფეხბურთიც, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის ახლა. ძალიან დიდი საშუალება უნდა გქონდეს და კარგი შემოსავალი რომ ამ ყველაფრით და რა თქმა უნდა სურვილი და სიყვარული რომ მე სხვა შემოსავლებით ჩვენ ამ ყველაფერს ფინანსებთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა. დღეს სპორტი და არა მარტო ფეხბურთი, თუნდაც კალათბურთი, რაგბი იქნება წყალბურთი თუ არა ჩვენ ქვეყანაში, ევროპულ ქვეყნებში დაკავშირებული არის ბიზნესთან. შეიძლება ჩვენს ქვეყანაშიც ვითარდება ეს სფერო, მაგრამ თქვენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია სპორტსმენისთვის, რომ ფინანსური დაგეგმა კარიერის დროს განახორციელოს? ვინ რო გააკეთოს ეგა? ფეხბურთელმა სპორტსმენმა. ფეხბურთელმა რო გააკეთოს ინვესტიცია? თუნდაც. იცი დღეს ერთი მხრივ უფრო მარტივია, რა თქმა უნდა, ხა ჩვენ პერიოდში, როდესაც ჩვენ ფულშოულობდით და რაც კონტრაქტებს ხელს ვაწერდი, შესაძლებლო იმისა, რომ თბილისში რაღაცა გაგეკეთებინა, ძალიან მცირე იყო. ყველაზე მარტივად რამეს თუ იყიდით დაუშვათ ვიღაცა შეიძლება იფიქროს, რომ მაშინ იაფი ღირდა, მაგრამ მაშინ ზუსტად იმდენი ვეღირდა, რამდენიც ახლა
ოდნავ შენ ღებულობდი და იმის შესაბამისით. ეხლა ღირს ძვირი, მაგრამ შენს მეც შოულობ. ეხლა საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელებს რა თქმა უნდა არ აქვთ ამის საშუალება. უცხოეთში მყოფ ფეხბურთელები ისეთ კონტრაქტებზე ვინც არიან, ეხლა გვარებს არ ვიტყვი, მათ რა თქმა უნდა აქვთ მეტი საშუალება, იმიტომ რომ დღეს ბიზნესი გახსნილია, მეტი საშუალება, მილიონი რამეა, ეხლა რა დროს ბიზნესი იყო, როცა შუქი გაზი, წყალი და არაფერი არ არსებობდა და პორის რიგები იყო და თვითნავი არ დაფრინავდა და არ ვიცი, რაღაც ახლა განსხვავება, რა თქმა უნდა, იმ დროსა და ამ დროს შორის ძალიან დიდია. მაგრამ კარგია, რომ დღეს არის ამის საშუალება და რამდენადაც ვიცი, რამოდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა თუ არაფეხბურთელმა აქვთ ინვესტიციები გაკეთებული, რა თქმა უნდა, ამას ეს მარტივი არ არის, მარტო ფული არ ყოფნის, უნდა სწორი არჩევანი, სწორი პარტნიორი, სწორი მიმართულება მიცე და მხოლოდ მივესალმები და გამიხარდება თუ კი ჩვენი სპორტსმენები სწორ და კარგი ინვესტიციებს გააკეთებენ, იმიტომ რომ საფეხბურთო თუ სპორტსმენის კარიერა ძალიან ხანმოკლეა, მაქსიმუმ 40 წლის ასაკში, აი მაქსიმუმ 40 წლის ასაკში და ეს ასაკი არ არის ბევრი, ძალიან მალე მოდის და მე სამწუხაროდ ძალიან მალე იხარჯება ის შენი ნაშოვნი ფული და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ინვესტიცია, რომ შემდეგში შენ შეძლო იმ ყველაფრის მოვლა და ბედნიერად ცხოვრება. შემდეგი, რა ვიცი, ერთ მაგნას 60 თუ 100-მდე თუ 90-მდე წელსაც ვიცოცხლებ. თქვენ ახსენეთ ეს 90-იანების პერიოდი, სადაც შუქი არ იყო, შესაძლებლობა არ იყო და რამდენად ესმოდათ ქართულ ფეხბურთელებს 90-იანებში, რომ ისინი ბიზნესის ნაწილიც იყვნენ და არა მხოლოდ სპორტსმენები, ფეხბურთელები, კალათბურთელები და ასე შემდეგ. არ ვიცი, ხა მე რო გავიხსენოთ ჩემი თავი, სულ მეგონა რომ ყოველთვის ვთამაშობდი ფეხბურთს და არასოდეს არ დავანებებდი და დიდად ვერ ვფიქრობდით მაგაზე, რომ ამას სწორი ინვესტიცია სად გაგვეკეთებიან. ნუ მაშინ ხა კიდე ერთხელ რავი მეორე დიდი საშუალებაც არ იყო, რომ გეყიდა მიწას თუ იყიდიდი სადმე. ოღონდ ეს მიწაც რა თქმა უნდა ძალიან იაფიღირდა დღევანდელი შედარებით, მაგრამ ძალიან რთული იყო, რომ ეგ თავში მოხსლოდა, რომ სანამ მიწა უნდა გეყიდა. არ ვიცი როგორ გითხრათ ახლა. ყოველ ფეხბურთზე იყავით ორი კონცენტრირებული და თან არ ქონდა ამის თქვათ დანახვის საშუალება რა, ძალიან პატარა იყო ქალაქი. მოდი ესე ვთქვათ, დიღომში რომ დავუშვათ ამერიკის საელჩოსთან იღირდა $1, $2. ეხლა ალბათ $300-500 იღებს, ხო? ნეტში თუ იყიდიდი ან სანმე მაინც იმ დროისათვის ბევრი ფული გჭირდებოდა რა და არ იყო მაგდენი საშუალება და არც იყიდებოდა არაფერი ესე რა. აქედან გამომდინარე შენ თვითონ აზრად არ მოგივიდოდა რომ იმ შიშორეს, ეხლა კი არის ახლო, მაგრამ ნუ მაშინ ძალიან შორს ითვლებოდა, ნუ მაშინ ქალაქი არ იყო ფაქტიურად. ბოლო წერტილი იყო რა, დინამოს ბაზა, იმის იქით უკვე ითვლებოდა მასივი და ნუ ეხლა ქალაქი ძალიან გადიდდა, მშენებლობები, მაღაზიები, რა ვიცი, ბევრი რამე შეიძლება დღეს გააკეთოს კაცმა, მაგრამ ნუ მაშინ რთული იყო რა, ეხლა ყველას არ შეეძლოდა. ნუ ყველას კი ძალიან ცოტას ალბათ რომ მოსულოდა თავში და მსგავსი ინვესტიციები გაეკეთებინა. ძალიან მინიმალური რაოდენობა იყო. ხო, ნუ აი ძალიან ელემენტარული იყო რა, რაღაც აი არ ვიცი, მოდაში იყო რომ ბენზინგასამართი სადგური ქონოდა და ნუ არ ვიცი ხა ბენზინგასამართი სადგურსაც იმდენი საბუთი და კაღალდი ჭირდებოდა და მაშინაც ინვესტიცია თან მაინდა-მაინც უსაფრთხოც არ იყო რა, მაშინ ისეთი გამოსაჩენი ბიზნესი მარტივი არ იყო მოკლედ. კი ბატონო. მაინტერესებს როგორ ფიქრობთ, რა აკლია ქართულ სპორტს? მეტი სპონსორი, ინვესტორი თუ აი ზოგადად? არც მაგის უმაგისობა, რა თქმა უნდა მეტის, მაგრამ ნუ ვიცით როგორ არის, ეხლა ვერ დააძალებ კაცს ჩადოს ფული იქ, სადაც არ არის რაღაცა განსაკუთრებული ბიზნესის თვალსაზრისით რაღაცა მოგება. ნუ არსებობენ ადამიანები, არსებობენ ბიზნესმენები, ვისაც ძალიან უყვართ და მათი ხობია რა ფაქტიურად ეს, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესთანაც შესაძლებელია, რომ ბიზნესი და მომგებიანი გახადო. უბრალოდ ძალიან სტაბილურად კარგი შემოსავალი უნდა ქონდეს იმ ბიზნესმენს, კარგი
გათვლის უნარი უნდა კონდეს და შესაბამისად რაღაცა დონეზე ცოდნაც იმ საქმისა, ამ შემთხვევაში ფეხბურთისა, რომ სწორი გათვლა გააკეთოს, იმიტომ რომ ფეხბურთი არ არის დაუშვათ ფეხბურთელს რო ყიდულობ, მანქანა არ არის რომ გათვალო რომ მე კარგი მანქანა ვიყიდე, დაუშვათ გადავიხადე ამენ რაოდენობის თანხა და 1-10 წელი წყნარად ვარ ამ მანქანას არაფერი არ მოვა. ხა რომ თქვა ეს მანქანის ფირმა რეკლამაში ჩაგვეძლება. ყველა მიცის რომ რამოდენიმე კარგი მანქანა არსებობს, რომელსაც 10 წელი ზეც გამოუცვლი, ჯაასხავ საწვავს, გარეცხავ და ივლის რა საბურავებს გამოუცვლი. ეს სამწუხაროდ არ არის ხა ფეხბურთელი. და ფეხბურთელში შეიძლება გადაიხადო 10 მილიონი და მეორე დღეს ჯვარედინა იოგი გაუწყდეს ან ახილებს კუსლი ან ფეხი მოიტეხოს და ორჩა შენი ამბავ. ანუ მილიონი რამეა რა, ადამიანია, ადამიანთან წარმოიდგინე როგორი რამეა, რომ შენ ეძახი ძალიან გინდა რომ ფეხბურთელი შენთან მოვიდეს, მიაღწევ წარმატებას, მოიყვან, აუკეთებ ყველა პირობას და ამ დროს შეუყვარდება ვიღაცა გოგო და ძალიან ბედნიერია. და ამას ატყობ რომ ამ ბედნიერებამ აურია ტვინი. ანუ რას ნიშნავს, სულ ფიქრობს დაუშვათ სიყვარულზე. ეს ხო კარგია რა, ცუდი ამაში ხო არაფერი არ არის, ქალი შეუყვარდა, ბედნიერია, დაფრინავს, უბედნიერესია და რაღაცას ატყობს რომ აქ ეხლა ცუდი ვარიანტი ვთქვა, შეუყვარდა გოგო და იმას არ უყვარს. უბედურია. აღარ უნდა შენი ფეხბურთი. არც შენის პირობები რა პირობასაც შენ აძლევ, აი ნახე რამდენი გამე გაგიკეთე, ჩამოგიყვანი ხელფას დაგინიშნე პრემიას გიკვირდები, სახლი მოგეცი, კარი მოგეცი, ახალი მაგრამ არ უნდა არაფერი, უბედურია რა, არ უყვარს იმას. ან მოიყვანა ცოლი ბედნიერია, ბავშვი რაღაცა, ან მშობელი, ანუ ბევრი რამე მოქმედებს რა. დღეს იმ დონეზეა სპორტი ზოგადად, რომ გარემოება მნიშვნელოვანია. ყველას არ შეუძლია ამ გარემოებისგან რაღაცა იზოლირება და ჩვენ შემთხვევაში მით უმეტეს ახლა გერმანელის, შვედის თუ დაუშვათ არ მინდა ახლა რა ცუც კი არ ვიძახი უბრალოდ აი რაღაცა ევროპული ცივი ურთიერთობებიდან გამომეხა ჩვენ მაინც ძალიან სენსიბებია, ბაბუა, დედა, მამა, ძმა, ყველა პირობა უნდა მოგერგოს რა. ახლა შენ ვერ ხო და ამ დროს შენ ხარ ყველაფერი ერთ კაცია დამოკიდებული რომ ბებიაც ბედნიერი იყოს, ბაბუაც, შენი ძმაც, შენი დიშვილი, შენი ძმის შვილი, შენი ძმაც და ყველა ანგელოზი ვერ იქნება, ხო, ვიღაცა ერთი მაინც გამოგერევა, რომ ერთი სამანტყოფო, მეორეს ციხე, მესამეს ჩაურიცხე, მეოთხე და თან პლუს ბედნიერი ითამაშე გადივარჯზე და ხო, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენს შემთხვევაში, ქართველების შემთხვევაში გაცილებით უფრო, ხო, ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებში რა, იქ ხა ძაღლს ვაჭამო, ჩემი girlfriend-ი თავისას ანუ აინდა მაინც ჩემზე არ არის, მე იმაზე არა ვარ, ან რაღაცა გაყოფილია, არა ისეთიც რომ არ არის გაყოფილი, მაგრამ მეტნაკლებად ავსებენ ერთმანეთს. ჩვენთან ცოტა სხვა დაგვარი ცხოვრების წესი გვაქვს რა, ანუ ეს ერთი კაცის მოსავლელი რო არის, დანარჩენი 10, 100 თუ 50, ეს რა თქმა უნდა ზედმეტი ტვირთია და ნუ ყველას არ შეუძლია ამ ტვირთს მოერიოს რა. ძალიან უჭირთ, ძალიან რთულია მე ხა აი ბოლო პერიოდი განსაკუთრებით როცა ძალიან დაფასდა ქართველი ფეხბურთელი აი ესეთი შტაბეჭდილება მრჩება რომ აი მშობლებს ძალიან ზედმეტად ამ ბავშვებს, ჯერ კიდე ბავშვებს რა, ნუ 16-17 ხა 18 წლისაც ვითომ დასრულია, მაგრამ ნუ 18 წლისაც რო აი აწევს მთელი ოჯახის ის პერიოდი, რა პერიოდმაც ამ ოჯახმა ყველაფერი გააკეთა ამ ბავშვის რომ ამ ბავშვმა აი და მივიდა. და როგორია რომ მივიდა, იქ კი არ მივიდა, ეხა იწყება. ეხა როცა მოაწერა ხელი, ეხა როცა დადგა ის დრო რომ უნდა გაფრინდეს, აი მაშინ ადევს მთელი ოჯახის ეს გამოვლილი პერიოდი, რამდენი გააკეთა ოჯახმა ამ ბავშვის აი აქამდე მისვლაში, რომ ზოგს უჭირდა და ყველაფერს აკეთებდა, ზოგს ულხინდა და მაინჩვებოდა და აი ეს ყველაფერი ძალიან რთულია რა, იმიტომ რომ ბავშვები პატარები არიან, არ არიან 18 წლის ასაკში და 16 და 17 და თუ გინდა 22 წლის ასაკში, ეს ყველაფერი გაანალიზოს ისე, რომ ჩემმა ოჯახმა, ჩემი ოჯახი რა თქმა უნდა, ყველაფერი გაანალიზო მე მომახმარ. არც ერთი ოჯახის ყოფი გაზრდილი ბავში, რომელმაც არ იცის და ვინ არის, ძმა ვინ არის და დედა და მამა ხო ყველა მიცის რა თქმა უნდა, მაგრამ
ეს რო ყველაფერი ვალდებულებას გძნობს, მე უკვე ნერვიულობს, შეგან ზოგისთვის კარგია, ზოგისთვის ცუდია, მაგრამ მეტწილადად ნერვიულობენ ბავშვები ამ ყველაფერზე და გძნობენ, რომ აი მე თუ ფეხბურთი ვერ ვითამაშე, დავიღუპეთ მთელი ოჯახი. ანუ არავის არაფრის გაკეთება აღარ უნდა. აი ამ ერთ ბავშვზე ვარ ჩამოკიდებული, ან გაფრინდებით ან დავიღუპებით, რა თქმა უნდა და აი ეს მიდგომა ცოტა მე შეიძლება ვცდები, მაგრამ აი რატომღაც ეს შეგრძნებები გამიჩნდა რა, იმიტომ რომ ნუ სამწუხაროდ ვითარდება ქვეყანა, მიდის წინ, ბევრი რამე საშუალება ხდება, მაგრამ არაფერი არ იაფთება რა, ყველაფერი ძვირდება და შესაბამისად მოთხოვნილებაც მეტია იმისა, რომ ეს დანარჩენი 10 კაცი ერთმა კაცმა რამენაირად კარგად აცხოვროს რა და მარტივი არ არის რა, არ ყოფნის ყოველთვის კვარაცხელია ვერ იქნები, ყოველთვის მამარდაშვილი ვერ იქნები და ყოველთვის არ გექნება ამხელა შესაძლებლობა, რომ 100 კაც და 50 კაც მოუვარო რა. ბატონო, თქვენი აზრით რა არის მთავარი ფაქტორები, რაც წარმატებულ სპორტულ ორგანიზაციას ქმნის? ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა, ის მენეჯმენტი და სტაბილური შემოსავლები, ფული, რაც რის გარეშეთაც არაფერი არ გამოდის, ინფრასტრუქტურა ახსენე შენ და დღეს უკვე ხა როგორ ვთქვათ, ხა მე რო ჩავდიოდი დაუშვათ რაიონში სათამაშოთ, ან ხაშურში, ან ბათუმში, ან ფოთში, ან რომელიღაც ჩემთვის ჩვეულებრივი სტადიონი იყო, ძველი, მაგრამ ჩემთვის ჩვეულებრივი კარგი სტადიონად ითვლებოდა. მე შევდიოდით გასახდელში და ჩვეულებრივი 4 კედელში წყალიც იყო თუ გასახდელში ჩვეულებრივი ხისკამი იყო, ჩემთვის გასაკვირი არ იყო. დღეს რომელსაც შეხება გაქვს ისე სტადიონები, რომლის მინდორიც დღისით გადის გარეთ, ნიავდება მზეს იღებს და მე სტადიონს თამაშის დროს შემოდის, როცა სახურავი იხურება, როცა წვიმა მოდის და თოვლი მოდის, როცა სტადიონზე ლაზერები და იმას გითვლიან, რამდენ წამი, რამდენჯერ ცხვირი მოიხოცე, რამდენჯერ თავზე ხელი გადაისვი, რამდენი ნაბიჯი გადადგი და რამდენი და ხა შენ უცებ გეუნებიან, მოდი ხა ამ სტადიონზე გაიქეციო, სადაც ხო, რა თქმა უნდა, იგივეა რომ მერსედესის ან იმის რაღაცა საბჭოური მანქანის მერე გადაჯდე მერსედესზე, ხა მერსედესიდან გადმოჯდე, ამიტომ ხო უნდა დაეწიო. ნუ თუ ვერ ეწევი, იმის სწრაფვა მაინც უნდა იყოს, რომ რაღაცა გაუნჯობესო და დაუშვათ თუ მერსედესს ვერ შეედარები, რაღაცა საშუალო დონის მანქანაზე შეძლო, რომ ნუ ყოველ შემთხვევაში ჩაამთავრო დაწყებული მიხვიდე ხო ბოლოში, იმიტომ რომ იმ პირობებით, რა პირობებით დაუშვათ საქართველოსია და შეიძლება რომ საქართველოში მყოფმა ფეხბურთელმა ფულზე ვიძახით, რომ ინფრასტრუქტურას მეტნაკლებად დღევანდელი სიტუაცია უვლის. ძნელია, რომ უზბეკეთის მეორე ლიგაში წახვიდე დაუშვათ 10,000 მოგცემე და საქართველოში იყო და დაუშვათ სამჯერ ნაკლები აიღო. ამხელა განსხვავება და ინფრასტრუქტურის გარეშე წარმატება არ შეიძლება, აი ამ ყველაფერი რაც თქვი კომპიუტერულია, თუ ეს რაღაცა მონაცემები გჭირდება ვარჯიშის ჩასატარებლად, რომ ნახო ვინ რა დონეზეა, ხა წარმოიდგინე რომ ყველაფერი ეს სისტემურად შე რო ვარჯიშზე გადიხარ, ვარჯიშობ, ეს ყველაფერი აისახება სამედიცინო პროგრამაში და ექიმიდან დაწყებული ფილმომზადებით დამთავრებული ატყობს რისი საშუალება აქვს ჩემ ფეხბურთელებს. ზოგს ეუნებიან გაჩერდი, იმიტომ რომ ხედავს რომ ეს სპეციალური მოწყობილობა შენ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიღაცა მოუმატოს, ვიღაცას უთხრა, ანუ ტრავმებს აგარიდებს, შეხედავს და გნახავს რა არის გასაუმჯობესებელი. უამისოდ, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია რა. იგივეა, რომ ეხა ნავიგაცია არ კონდეს და გაგიშვან უცნობ გზაზე და წადი ჩადიო. ეხა სად ნავიგაციით, ხო? ან დაუშვათ არა გაქვს ზამთრის საბურავები და გეტყვიან წადი ბაკურიანში ვერ მიდიხარ. აი რაღაცა მსგავსი და ამას დავდიოდით არა ზამთრის საბურავებითაც და მილიონი კაცი დადის ეხა თბილისში არ აქვს ზამთრის საბურავი. აი რაღაცა მსგავსი რაღაცები, რა თქმა უნდა, ნენელა უნდა, ნუ და თუ ვერ ეწევი, ნუ ყოველ შემთხვევაში პროგრესი უნდა განიცადო. უკანები მაინც უნდა გამოცვალო რა. კი ბატონო. ანუ ძალიან ბევრი ინვესტორი შედის დღეს სპორტში. თუნდაც საქართველოში არის ამის პრეცედენტები, ფონდები, კერძო კაპიტალი, ტექნოლოგიური კომპანიები, როგორც თქვენ თქვით. და რატომ გახდა სპორტი ესეთი მიმზიდველი საინვესტიციო სფერო და
ყველას რო არის სპორტი და ფული ისოვება, ასე ვთქვათ. უხეშად რო ვთქვათ. ყველას არა, ვერ ვიტყვი რომ ესე ყველას აქვს სურვილი, იმიტომ რომ ზოგადად რთულია და ბევრი ინვესტიცია საჭირო და განსაკუთრებით ფეხბურთში, მაგრამ არსებობს ქვეყნები, სადაც რა თქმა უნდა კომერციულად ძალიან წარმატებული და ძირითადად მაინც ისეთი ქვეყნები, სადაც სატელევიზიო უფლებები ძალიან კარგ პირობებში იყიდება რა. ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ თვალშისაცემი არის ბრიტანეთი და პრემიერ ლიგა, სადაც უმსხვილესი კომპანიები, ჩინური, ამერიკული თუ არაბული თუ არ ვიცი კიდე აქვს სურვილი რომ შეეწინონ კლუბები, ისეთ თანხებია. აგერ მარტო ჩელსის მაგალითი 5 მილიარდი როგორია 5 მილიარდის ფეხბურთის კლუბში გადახდა, ხო? არა, შვებიან რა. პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ მაგხელა შესაძლებლობის ბიზნესმენებს ცოტა ადრენალინი, ცოტა გასართობი, ცოტა რაღაცა ყოველდღიური ეს ემოცია ჭირდებათ, იმიტომ რომ ეხლა რა უნდა ქნას, კარგი გავა ზღვაში იახტაზე, შეჯამა, დაწვა დაიძინა, მეორე დღეს გაიღვიძა ისევ მზე, ისევ ზღვა, ისევ ახალი გასართობი. ხო რა რაღაცა და ამ ემოციას ესე ვერ გააჩენ, ხო? ან ეს ემოცია ჩდება თუ გააქვს მსგავსი რაღაცა, მარტო იმითი რომ თქვა გულშემატკივრო ბარსელონას თუ რეალ მადრიდს, ეხა ყოველდღე რო იჭდე შენი რო არის, კიდე განსაკუთრებული ეს ცოტა ნერვიულობა, ცოტა ვერ შოულობ რა ამ ენერგიას, რაცაც შეუძლია რომ შენმა მოგებულმა თამაშმა მიგაღებინოს სამწუხაროდ, არა აქვს სხვა არა ეს მსგავსი რა, ბევრი რამე მოწონს ადამიანს ეს, მაგრამ საბოლოო ჯამში მინიმუმ ნახევარი ჯამთელობისთვის ცუდია. აი ეს რაღაცა ადრენალინი. თუ რამეს კარგ შეუულია რომ მოგიტანოს, ეს არის ერთ-ერთი დავუშვათ ზოგს კარგი ფილმის გადაღება, თქვენ ინვესტიცია იქა, მაგრამ ყოველწამეული და ყოველკვირეული არ არის ერთი ფილმი გადავიღებ, თქვენ კარგი ფილმია, იქ კარგ მსახიობთან, კარგად ითამაშა, წავიდა სადღაც, არ ვიცი რომელიღაცა ფესტივალზე ჯილდო მიიღო, მაგრამ ამას სხვა ეფექტი აქვს, ამას ყოველკვირეული, ყოველდღიური სხვა ემოცია აქვს და ვფიქრობ, რომ ძირითადად ესეთი შეძლებული კომპანიები და იმიტომაც ყიდულობენ ალბათ და არა მარტო იმიტომ რომ თქვა და ხაი მილიარდს დავხარჯავ და მე 5 მილიარდს და გავხავ მარტო ეს მგონია რომ არ არის რა თქმა უნდა არც უამისობა და არ მგონია რომ ეხა დავუშვათ თuliდნენ რომ მაგრამ იმდენად ემოციაზეა აწყობილი და იმდენად აზარტში შედიან და ეს აზარტი მე აი ამ ყველაფერს კომპენსირებს ვფიქრობ რომ მე რომ მქონდეს ახლა მაგის საშუალება რა თქმა უნდა ზუსტად ეგრე მოვიქცევოთ იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს მგონია რომ რაღაცა დონეზე ვიცი და თუ იმის საშუალება მექნება რომ ეგ ადრენალინი რასაც თქვა ფეხბურთის თამაშის დროს ვიღებდი ამ ემოციით მივიღო ეხა ნამდვილად ვიზამდი რა კი ბატონო აი ეს ინვესტიცია ჩადებული უკვე კლუბებში ინვესტიცია ჩადებული და კლუბს აქვს ფინანსი როგორ უნდა მართოს კლუბმა ფინანსი რომ გრადობას იყოს და წარმატებაც ну კიდევ ერთხელ რა გააჩნია ჯერ რისი სურვილი გაქვს სადამდე არიან საშუალოზე დაბალი ბიუჯეტის გუნდები რომელსაც ყოველწლიურად რაღაცა პატარა მოგებას და არ აქვს რაღაცა განსაკუთრებულის პრეტენზია არიან ვინც ბევრს ხარჯავს მაგრამ ვერ აღწევენ წარმატებას ყველაფერი რა თქმა უნდა ისევ მენეჯმენტზე და იმ გათვლებზე რა გათვლასაც აკეთებს ესა თუ ის კლუბი ხა მე ვერ ვიტყვი რომ არიან მაგალითები მაგალითად მარტივად აგერ აი გორის დილას მაგალითი რომ რამდენადაც ვიცი არც ერთ გუნდზე მეტი არ აქვს თუ არ ჩავთვლი აი მინიმუმ 8 გუნდზე ნაკლები აქვს ბიუჯეტი მაგრამ სულ რაღაცნაირად კარგ წარმატებას აღწევენ ყოველთვის ლიდერებში არიან თამაშობენ UEFA-ს თაზე ყავთ ჩვენი მასშტაბით განსაკუთრებული ყველაზე კარგი არჩევანი იმისი რა ქვია უცხოელების აქვს კარგი სკაუტინგი ანუ არჩევენ იმ ფეხბურთელებს იაფად და ჩამოყავთ და თუ არ ვწდები მხოლოდ ერთადერთი გუნდია ვისი მცნელი გაყიდეს ანუ ორი მცნელი ყავთ გაყიდული
ეგეთ შემთხვევა მე მგონი საქართველოში არ არის. არც ერთი მწვრთნელი, არც ერთ ქართულ გულს არასოდეს არ გაუყიდია. ფეხბურთელები კი და ფეხბურთელებსაც ყიდიან სხვათა შორის. და არა ნორმალურ დავუშვათ 700.000-იც გაუყიდიათ, 500-იც, 300. ანუ რაღაცას ანუ თავისი ზომით ფიქრობ რომ დიდ წარმატებას აღწევენ. ეხლა შეიძლება 10-ჯერ მეტი დახარჯო, მაგრამ ვერ გააკეთო. იმაზე ნაკლებიც დახარჯო, მაგრამ გააკეთო. აქედან გამომდინარე რომ ფიქრობ რომ ცოდნა პირველ რიგში გემოვნება ამ ფულის სწორი ინვესტიცია და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია სწორი არჩევანი ამ ფეხბურთელების და მწვრთნელის, იმიტომ რომ თუ მწვრთნელი ვერ აირჩიე კარგად, ის მწვრთნელი ვერ გააკეთებს შესაბამის გუნდს, თუ ფეხბურთელი ვერ აარჩიე, ვერც კარგი მწვრთნელი ვერ გააკეთებს, თუ არასწორი აირჩია ფეხბურთელი. ამიტომ ეს შესათავსებელია და გემოვნებიდან გამომდინარე რა სტრატეგიაც აქვს იმ კლუბს რა, ეხა ჩვენი კლუბები სამწუხაროდ მენეჯმენტში მოიკოჭლებენ. ან ერთი არ უვარგათ, ან მეორე, ან ფინანსები, ან სტაბილურობა, ან სკაუტინგი, ან მწვრთნელი, ან რაღაცა ერთი კომპონენტში, ყოველთვის თან მნიშვნელოვან კომპონენტში, სამი მნიშვნელოვანია სტაბილური თანხები, ანუ ფინანსური გათვლა და მწვრთნელსა და ფეხბურთელებსთვის სწორი არჩევა. რა თქმა უნდა, ძნელია, იმიტომ რომ იმ მცირე ბიუჯეტით, რა მცირე ბიუჯეტებიც არსებობს ზოგადად, მაგრამ არიან მაგალითად ისეთი კლუბები, რომ შეუძლია რომ ბევრად უკეთესი ფეხბურთელი ყავდეს, მაგრამ ნუ არჩევაში ეთყობა ეშლებათ რაღაცა. აი ეს კიდევ დასახვეწები ვართ ამ კუთხით. რა თქმა უნდა. როგორ ხედავთ ქართული ფეხბურთის მომავალს? აი დაუშვათ 5 წელიწადში. იცი რა, ეხლა ვითარდება ისედაც, რამდენადაც სულ არაფერი არ გავაკეთოთ, სადღაც მიფრინავთ, ჩვენს მივდივართ წინ, ნუ მაინც ესე მიდის ცხოვრება, რომ რაღაცა დონეზე თვითონ თავისი ინერციით მიდის სამწუხაროდ ინერციით და არა თქვა სწრაფი ტემპებით. იქედან გამომდინარე, მაინც ისე ვიქმივალ, რომ რამდენად სტაბილური იქნება ფინანსური მდგომარეობა, რამდენად სტაბილური იქნება ზოგადად ქვეყანაში მდგომარეობა, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ბიზნესმენების სურვილები, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტორი იყოს ფეხბურთში, ეს განაპირობებს საბოლოო ჯამში სად ვიქნებით 10-15 წლის მერე. რა რჩევას მისცემთ ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომლებიც დღეს იწყებენ თავიანთ კარიერას? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იშრომონ ყოველდღიურად, არ გადადონ არც ერთი დღე, იმიტომ რომ ეს კიდე ერთხელ თავში ვთქვი, რომ ძალიან ხანმოკლეა სპორტსმენის ესე ვითომ 15 წელი, 10 წელი, ზოგს 20 წელი, მაგრამ ისე მალე გადის, თითქოს დღეს იყო და თუ გუშინ იყო და დღეს აღარ არის. ამიტომ თუ კი ვინმე აქვს იმის და უნარი, რომ მიაღწიოს წარმატებას, ნუ გადადებს ხვალინელ დღეზე, ნუ იფიქრებს, რომ ვინმე გააკეთებს მის გასაკეთებელს. აუცილებლად ივარჯიშოს ბევრი, იკითხოს თუ რამეა, თუ რამე დღეს ახლა ძალიან მარტივია, რომ რამე თუ არიცი მილიონია შესაძლებლობა არსებობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, სწორი ვარჯიში ჩაატაროს, სწორად იკვებოს, სწორად იძინო, ისა ყველაფერი რა, რაც დაუშვათ ჩვენ დროს ძალიან რთული იყო რა, დღეს უკვე ყველაფერი შეგიძლია, რომ იცოდე იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო და თავარია ეს რა, რომ შრომა კიდევ ერთხელ შრომა, რომ მიაღწიო წარმატებას. შრომის გარეშე ვერაფერს ვერ მიაღწევ. ერთ-ერთ სფეროში. აჩი მადლობა მოსვლისათვის, მობრძანებისთვის კიდევ ერთხელ და რამეს ხო არ ეტყოდით ჩვენს მაყურებელს? არაფერი, რა ვიცი, მინდა წარმატებები გისურვოთ, საინტერესო სტუმრები გყავდეთ ყოველთვის და რა ვიცი. მადლობა დიდი. შემდეგში კიდევ უფრო კარგი და საინტერესო ამბები მოყევით. კარგით. თუ გინდათ რომ ეხლოთ მეტი კონტენტი ქართულ სპორტზე და ბიზნესზე, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გამოყვეთ ყველა პლატფორმაზე. ლინკი აღწერაში. მადლობა ყურადღებისთვის.